უამინდობა ევროპის ქვეყნებში ძლიერი თოვის გამო რამდენიმე ქვეყანაში საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა პარალიზებულია, განსაკუთრებით მძიმე ვითარება საფრანგეთსა და ნიდერლანდებში, სადაც ავიარეისებიც გაუქმდა. ყინვების გამო გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი. საფრანგეთში არის მსხვერპლიც. ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შეუქმნა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიასაც. ცალკეულ ქალაქებსა და რაიონებში შეწყდა სასწავლო პროცესი, მოსახლეობის ნაწილს კი ელექტროენერგიაც არ მიეწოდება. საფრანგეთი თოვლმა დაფარა. ყველაზე რთული ვითარება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილსა და დედაქალაქის შემოგარენშია, სადაც დიდ თოვლობამ 1000 კილომეტრიანი საცობი გამოიწვია. საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა და სერიოზული პრობლემები შექმნა. გაუქმებულია ასობით ავიარეისიც. დაბალმა ტემპერატურამ გზები მოყინა, დაფიქსირებულია რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც ჯამში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხელისუფლება მოსახლეობას დარჩენისკენ მოუწოდებს და საშიშროების შენარჩუნებას 7 იანვრამდე აანონსებს. თუმცა დიდ თოვლობა პარიზელებისა და იქ ჩასული ტურისტების განწყობას ვერ აფუჭებს. თოვლმა საფრანგეთის დედაქალაქი ტურისტებისთვის ზამთრის მისალოც ბარათად აქცია. სტიქიის შედეგებსა და მთავრობის მოწოდებებს ყურადღებას არ აქცევენ და თოვლში ერთობიან. ეს საოცარია. მონმარზე თხილამურებით სრიალზე დიდი ხანია ვოცნებობ. ხან უმუშაობდი, ხან აქ არ ვიყავი. ძნელია იყო აქ ზუსტად მაშინ როცა თოვს. ამიტომ ამჯერად თხილამურები მოვიმარჯვე და გავიფიქრე. ან ახლა, ან არასოდეს. ძალიან ბედნიერი ვარ. რამდენი წელია თოვლით ტკბობის შესაძლებლობა არ მქონია. მეგობრებთან ერთად მოვედი და ვისრიალეთ. ძალიან მაგარია. ყველა თოვლში თამაშობს. ეს თავს ისევ ბავშვად მაგრძნობინებს. გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან მარტივად შეგიძლია სრიალი. ეს ცოტა საშიშიც კია. აქ სკამები დგას და მათთან შეჯახების ქვეშინია. ეს ჯადოსნურია. ავსტრალიაში ყოფნისგან სრულიად განსხვავდება. მელბურნში ახლა 41 გრადუსია, ასე რომ ეს ჩვენთვის სრულიად განსხვავებულია. გვითხრეს რომ აქ წელიწადში მხოლოდ ორჯერ თოვს. ფიქრობ გაგვიმართლა. ანომალიური ყინვა ნიდერლანდებსაც მისწვდა. ძლიერი თოვის გამო საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა აქაც შეფერხებულია. ამსტერდამის სხიფჰოლის აეროპორტში, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია, დაახლოებით 700-მდე რეისი გაუქმებული, 1000-მდე ფრენა კი გადადებულია. გზაზე ცუდი სიტუაციაა, საცობები, ბევრი შეფერხება, ასე რომ ფრთხილად იმოძრავეთ. 87 წლის ვარ, 17-ის კი არა. ფეხსაცმლის ძირზე სრიალის საწინააღმდეგო მასალა გავიკეთე, რომ არ გადავვარდე. ჩემს ასაკში, რა თქმა უნდა, ამას ყურადღება უნდა მივაქციო. ვცდილობ ჩავიდე პასაუში, რომელიც გერმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. თუმცა უკვე ორი საქალაქთა შორისო მატარებელი გამოვტოვე. ახლა ვცდილობ არნემში წავიდე, რაც ასევე სრულიად შეუძლებელია. დღეს ნიდერლანდებიდან საერთოდ გამოვალ არ მგონია. ყინვასთან გამკლავება ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის პირობებში უწევთ გერმანიის დედაქალაქში. ბერლინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 20-მდე სკოლა დახურული. 25,000-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი საწარმო კი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ეს კი მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ელექტროგადამცემ ხაზებს ცეცხლი წაუკიდეს. საბოტაჟზე პასუხისმგებლობა მემარცხენე ექსტრემისტულმა დაჯგუფება ვულკანმა აიღო. ბერლინის რაიონებში სარემონტო სამუშაოები 8 იანვრამდე გაგრძელდება. იქამდე მოქალაქეები გენერატორებით თბებიან. 10 გრადუსში სანთლებით საკმაოდ კარგად უძლებ. ფანერებიც მაქვს, მაგრამ სიცივე ყველაფერს ართულებს. სახლების ზედა ნაწილი ცივდება, მაგრამ სარდაფში ისევ თბილა, ამიტომ გონივრულია გათბობის ჩართვა რამდენიმე საათში ერთხელ. ცოტა ხნით, რათა შენობის ყინვისგან დაზიანება თავიდან ავიცილოთ. ყველა ბერლინელი ცდილობს ჩვენს დახმარებას, რათა ზიანის მინიმუმამდე დაყვანა შევძლოთ. ჩვენი ქალაქი კატასტროფის დროს ყოველთვის ერთიანდება. აქ არა მხოლოდ მოიჯარეები იყინებიან, რაც ნამდვილად სამწუხაროა. არამედ არსებობს საშიშროება, რომ მილებიც გაიყინება. თუ milები გაიყინება და ხუთშაბათს ელექტროენერგია აღდგება, ყველაფერი ისევ ამუშავდება და შემდეგ ისევ გასკდება, რაც სახლის დატბორვას გამოიწვევს. გათბობის გარეშეა დარჩენილი ჩეხეთის დედაქალაქის ნაწილიც. დიდ თოვლობა დიდ ბრიტანეთშიც, რის გამოც ასობით სკოლა დახურული, გზები კი პარალიზებულია. მეტეოროლოგები ხუთშაბათისთვის დიდ ბრიტანეთში შტორმ გორეტის პროგნოზირებენ. 20 სანტიმეტრიანმა თოვლმა დაფარა სერბეთის რამდენიმე რეგიონიც, რამაც ქვეყანაში საჰაერო და საავტომობილო მიმოსვლა შეაფერხა. ძლიერი თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო ბელგრადის აეროპორტში მრავალი რეისი გაუქმდა და გადაიდო. ქვეყნის ზოგიერთი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. აქ კიდევ უფრო ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.